მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დღეს გვექნება სემინარი ობიექტებსა და მასივებზე. ნუ მაინც უფრო ძირითადად მასივებს მიმოვიხილავთ, იმიტომ რომ უფრო ეგ დაგჭირდება შემდგომ ლექციებში გამოსაყენებლად საიტებზე სამუშაოდ. თუმცა, ეს იქნება რაღაცა მარტივი მონახაზებით, როგორ უნდა გამოვიყენოთ მასივები და ობიექტები პრაქტიკაში. თუმცა დამატებითი საურჩევნო კიდევ ამის გარდა ატვირთული მაქვს უკვე ამ კვირის საურჩევნო სექციაში. 25 თუ 30 დავალება არის და ეგეს გააკეთეთ აუცილებლად მარტო სემინარზე ასეც ვაკეთებთ, მაგას არ დაჯერდეთ. ანუ აქ რასაც ვაკეთებ, არის რაღაცა ბეისიკი, რომ აზრზე მოხვიდეთ რა როგორ მუშაობს პრაქტიკაში. დანარჩენი თქვენ უნდა გაიპრაქტიკოთ. კარგით. მოდი დავიწყოთ პირველი ამოცანით. დაწერეთ პროგრამა, რომ იპოვოთ მასივში ყველა ლუწი რიცხვის ჟამი. მოდი ფუნქციები გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ გვეუბნებიან ცალსახად ფუნქცია გამოიყენოთ. ჯობია რომ ეს ფუნქცია გამოვიყენოთ. და უნდა მივიპოვოთ მასივში ყველა ლუწი რიცხვის ჟამი. ანუ გვაქვს რაღაცა მასივი, თან გავიხსენოთ მასივი როგორ იქნება. შევქმნათ სვლადი, დავარქვათ სახელი r, ანუ array შემოკლებულად და ბრეკეტებში შევყავთ რიცხვები. მასივს რაღაცა რიცხვები შემოვთავაზი ამ შემთხვევაში. აი ეს. და ჩვენი მიზანი არის, რომ დავაკონსოლოთ, ანუ გამოვიტანოთ ტერმინალში ყველა ლუწი რიცხვის ჟამი. ასეთ დროს რა თქმა უნდა ვიქცევით შემდეგნაირად. ვყოფთ ერთ დიდ პრობლემას პატარ-პატარა ქვეპრობლემებად. ანუ ჩვენ შემთხვევაში უმჯობესია ის რომ ჯერ განა ჟამი ვიპოვოთ, ან ყველა ლუწი ვიპოვოთ. არა, უბრალოდ ჯერ დავაკონსოლოთ მასივის თითოეული ელემენტი. ოკეი? და მაგას ვიზავთ for ციკლის გამოყენებით, სადაც მექნება იცვლადი როგორც ინდექსი და როგორც ვიცით მასივში შემიძლია რიცხვები ამოვიღო ინდექსის მეშვეობით. ჯერ 0 ინდექსზე, მერე პირველ ინდექსზე, მეორეზე და ასე შემდეგ. ინაკლებია arrays length-ზე e++ და დავაკონსოლოთ array ინდექსად e. ანუ ჯერ იქნება 0 ინდექსი, მერე პირველი, მერე მეორე, მერე მესამე და ბოლოს 9, ბოლო ინდექსი. და ჩვენი პროგრამა რო გავუშვათ, გამოვიტანს მასივის რიცხვებს. ახლა მოდით ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო გავართულოთ და შორს წავიდეთ. კიდევ ერთი ლეველით გართულება იქნებოდა, რომ მარტო დავაკონსოლოთ ლუწი რიცხვები. ანუ მე რო რიცხვი მაქვს შენახული array ინდექსში, მე შემიძლია ეს რიცხვი გავტესტო if-ის მეშვეობით, if statement-ის მეშვეობით. და გავიგო არის თუ არა ლუწი. ანუ თუ array ინდექსად e გავყავი 2-ზე ნაშთით და ნაშთი მივიღე 0, მაშინ ავდგეთ და ეგ რიცხვი გამოვაკონსოლოთ. თუ კენტი, ანუ ერთს აბრუნებს ნაშთად, მას აღარ დავაკონსოლებთ. ანუ ახლა გამოვიდა 2, 4, 6, 8, 10. და ახლა ჩვენი მიზანია რომ ეს რიცხვი აქ რო შევალოთ if-ის scope-ში, ეს რიცხვი ავდგეთ და სადღაცაც დავაჯამოთ. მაგრამ ეგ ცვლადი ჩვენ არ გვაქვს, ეგ რაღაც ბერკეტი არ გვაქვს, სადაც ავიღებთ რიცხვებს და დავაჯამებთ. ამიტომ მჭირდება ახალი ცვლადი, დავარქვათ sum, let sum უდრის თავიდან 0 იქნება და როცა ვიპოვეთ ლუწ რიცხვს, ავდგებით ამ array-ის, ან ლუწ რიცხვს, იმიტომ რომ if-ში შემოსული ვართ უკვე. დავაჯამებთ შიგნით. აი ეს. ანუ პირველი სტეპი იყო რომ დავულუყეთ მასივი, მეორე სტეპი იყო რომ გავიგეთ თითოეული რიცხვი ლუწია თუ კენტი და მესამე სტეპი იყო რომ თუ კენტია დავაჯამოთ. და საბოლოო ჯამში შეგვიძლია რომ გამოვაკონსოლოთ ჩვენი ჟამი. და გამო 30. და ნუ ახლა უკვე შეგვიძლია რომ ფუნქცია შევქმნათ ბოლოს, ან შეგვეძლო თავიდანაც დაგვეწყო. მაგალითად const function დავარქვათ sum even numbers, რომელიც პარამეტრად იღებს მასივს, array მასივს და შემდგომ კალკულაციის შედეგად ბოლოში დააბრუნებს sum რიცხვს, return sum. და ახლა მე უკვე შემიძლია რომ გამოვიძახო ეს ფუნქცია sum even numbers. და არგუმენტად გადავცე array მასივი, ანუ ამ მასივს გადავცემ და შენახება ამ array პარამეტრში. აქ ერთი იგივე სახელები შემიძლია მქონდეს, იმიტომ რომ ეს არის გლობალური ცვლადი, ეს არის ლოკალური ცვლადი. მარტო ამ სკოპში არსებობს. და ერთმანეთზე არ გადაეწერება და ხელი არ შეეშლებათ. და ნუ იგივე შედეგს მივიღებ.
ეს იყო პირველი ამოცანა. თუ რაღაც კითხვა გექნებათ, ჩატში დამიწერეთ პროცესში და ლექსიის ბოლოს ყველა კითხვას გავცემ პასუხს. ოკეი. ახლა უკვე მოდით გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა რიცხვების მასივის ზრდის მიხედვით დასალაგებლად. ანუ რაღაცა მასივი გვაქვს და უნდა დავსორტოთ, ანუ უნდა დავალაგოთ მასივი ზრდის მიხედვით. ანუ მაგალითისთვის ჩვენ თუ გვაქვს array რაღაცა ავრიოთ მოდი 5 1 3 2 4. საბოლოო პასუხი უნდა იყოს 1 2 3 4 და 5. ანუ როგორღაც ჩვენ გვჭირდება რომ ეს მასივი დავალაგოთ ზრდის მიხედვით. რაც ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცით, იმიტომ რომ ლექციაზე არ მიხსნია. და ეხლა პრაქტიკაში ვიგანახებთ როგორ დავსერჩავდი ამას, რომ არ ვიცოდი ამის პასუხი, ხო? უბრალოდ ჩვეულებრივად გავხსნი რაიმე ბრაუზერს და დავსერჩავ ზუსტად ისე და ზუსტად იმას, რაც მაინტერესებს. ანუ ეხლა მე მაინტერესებს როგორ დავსორტო მასივი ზრდის მიხედვით. ანუ how to sort array ascending order in JS. როგორ დავსორტო მასივი ზრდის მიხედვით JavaScript-ში. თუ რაღაც ინგლისური სიტყვა არ ვიცი, translate-საც გავხსნიდი. ჯერ იქ დავწერდი ქართულად და ინგლისურად რასაც მივიღებდი, მას ჩავწერდი search bar-ში. და ეხლა ესო გავუშვა. ეხლა რაღაცები ამომიგდო. აქ რაღაცა MDN-ის დოკუმენტაცია მეცნო, იმიტომ რომ ერთ-ერთი გითხარით. აქ წერია sort მეთოდი. ეხლა მე ავდგებოდი და გავარჩიოდი sort მეთოდი რა შვება. ნახეთ თურმე sort მეთოდი გამოიყენება რაღაცა მასივის დასასორტად. ნუ აქ შეგვიძლიათ რომ წაიკითხოთ მაგალითები, თეორიულად როგორ მუშაობს, ივარჩიო და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში იმდეს ყავს მივიღებთ, რომ sorti გამოიყენება, sorti არის მასივის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მასივის ელემენტების დასასორტად. და ჩვენ თუ დავწერეთ math.sort და გამოვიზარდეთ ფუნქცია math არის აქ შემთხვევაში თვეების მასივი. დაისორტება ანბანის მიხედვით. ანუ დეკემბერი იქნება პირველი, მერე თებერვალი, მერე იანვარი, მერე მარტი. ანბანის მიხედვით ესე მიყვება ინგლისურში. მაგრამ თუ შეგინთ რიცხვები მაქვს და სორტი იგივენად გამოვიყენე, ნახეთ, არასოდეს დასორტავს. აქ უნდა იყოს 1, 4, 21, 30 და 100.000, მაგრამ 100.000 არის სულ თავში. ესეც იმიტომ რომ რაღაცა ანბანის მიხედვით რო სორტავს, რიცხვებზე არასოდეს მოქმედებს. და ნუ რაღაცა ქვევით რო ჩამოუყებოდით, მივადგებოდით compare functions იღებს თურმე არგუმენტად და თურმე გამოდის რომ ნახეთ, აი ამას თუ გავატანთ sort ფუნქციას არგუმენტად, დასორტავს in ascending order, ანუ ზრდადობით. და ისაა ჩვენი search-ის საბოლოო პასუხი, რომ მე რო ავდგე და array-ზე დავადო sort მეთოდი და არგუმენტად გადავცე რაღაც arrow ფუნქცია, დავწერო a b as-b. აი ეს. და ბოლოს დავაკონსოლო array გამოვიდეს დასორტულ ვერსიას. ანუ აქ რიცხვების არ უნდა შევსვა, გააკეთებს რა. ნუ დღეს არ მინდა რომ ეს ავხსნა AB as-b რას ნიშნავს. ეგ basic-ებში არ შედის რა ამ კურსზე. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ რაღაც თუ დაგაინტერესებთ, იგივენად დასერჩოთ. რომ აი როგორ მუშაობს sort მეთოდი. How sort method works in JS. და ეგ მათ შეხვდებათ რაღაცა bubble sort-ი გამოიყენება. შეგიძლიათ Stack Overflow-ზე შეხვიდეთ. ან რა ვიცი, MDN-ზე შეიძლება იყოს ახსნილი, ბოლოში არ ვიცი რა. მაგრამ დასერჩეთ რა. ეს ამოცანაც იმიტომ შემოვაგდიაქ, რომ მენახებინა როგორ გააკეთებდით ისეთ ამოცანას, სადაც რაღაც გაუგებარია და უნდა დასერჩოთ. და ეს searching-ი და დამოუკიდებლად განვითარების სკილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ჩვენთან ახლა ვისაც ვმენტორობთ, ანუ ჩვენი მიზანი არაა რომ სტუდენტებს ვასწავლოთ რაღაცა JavaScript-ი ან Python-ი. აი მეც პირადად ვიღაცას რო ვიხმარები ყოველდღიურად და ვმენტორობ, მე არ მაინტერესებს JavaScript-ს როგორ ვასწავლი. ჩემი მთავარი მიზანი არის რომ გავხადო დამოუკიდებელი და ერთ დღესაც მე აღარ დავჭირდე.
უბრალოდ მაგისთვის ვიყენებ JavaScript-ს. ანუ მე თუ JavaScript-ი არ ვასწავლე და თან რაღაცეებში არ დავეხმარე და აი hint-ი მივეცი და ყველაფერი არ უთხარი ყველაფრის პასუხი და searching-ი ვასწავლე. ის უკვე დამოკიდებელი გახდება რა და თქვენს ეგრე მაგას გირჩევთ რომ აი ყველაფერი რაღაც ChatGPT-ს არ გითხოთ, მზამზერული არ მოძებნოთ რა თქვენ იწვალეთ და search-ით ხოლმე. Okay. გადავიდეთ ახლა უკვე მესამე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა მასივში ყველაზე დიდი ელემენტის მოსაძებნად. ანუ გვაქვს რაღაცა მასივი, const array დავარქოთ ისევ. 5 4 0 7 და 1 ავიღოთ რა, მაგალითისთვის. და ნუ აქ 6-ით ჩავაყვეხოთ. და იდეაში ისეთი ფუნქცია დავწეროთ, რომელიც დაბრუნებს 7-იანს, იმიტომ რომ 7 არის აი ამ მასივში ყველაზე დიდი რიცხვი, ხო? ყველაზე დიდი ელემენტი. ნუ ჯერ შეიძლება არ ვიცოდეთ როგორ წავიდეთ, მაგრამ როგორც მინიმუმ აქ შეგვიძლია რომ მასივი დავლუპოთ. ანუ ლუპი გვჭირდება ხოლმე ალგორითმის უმეტესობაში, იმიტომ რომ გავარკვიოთ მასივის შიგთავსი, ანუ რა ყველა ელემენტზე რომ მოვიპოვოთ წტომა. ამიტომ მოდი დავლუპავ. შემიძლია for of loop-ი გამოვიყენო მაგალითად. Let number of array. და უფრო მარტივად დავწერთ. და number შეინახება ყველა ბიჭზე ყოფი რიცხვი. ჯერ 4, ჯერ 5, მერე 4, მერე 6 და ასე შემდეგ. გამოვიტანეთ ასეთი შედეგი. დავკონსოლოთ ყველა რიცხვი. და ახლა ჩვენ ვიპოვოთ ამ რიცხვებს შორის მაქსიმუმი. ოღონდ ნახეთ, აი მე რო ჯერ 5 თავიდან მაქსიმუმია. მერე 4-ზე რო გადავალ, წინა 5-იანი ხო დავიწყებული მაქვს. არ ვიცი წინაზე რა იდგა რა. ან 6-ეც იგივე, 6-ზე რო გადავალ, წინაზე რო 5-იან 4 მქონე დავიწყებული მაქვს. 7-იანს იგივე. 7-იანამდე ხო 6 იყო მაქსიმუმი. მე რო 7-იანზე გადავალ, წინაზე რო 6 იყო მაქსიმუმი დავიწყებული მექნება, იმიტომ რომ ახალი იტერაცია, ახალი ბიჯი მაქვს. ამიტომ წინაზე ყველაზე მაქსიმუმი რიცხვი რაც მქონდა, შენახული ეგ რო არ დამავიწყდეს, მაგას ვინახავ რა თქმა უნდა სვაჩში. და შემიძლია დავარქვა max. და ეს max იქნება თავიდან მასივის 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი. ანუ პირველ ჩავთვალოთ რომ თავიდან ყველაზე მაქსიმალური რიცხვი არის პირველი ელემენტი. მე თუ რამე შეიცვალა შევცვლით. და როცა გადავულით სხვა რიცხვებს, ეს სხვა რიცხვი შევდა რომ მაქსიმუმ ელემენტს. ანუ კითხვა უნდა დასვა, ეს 4-იანი შემთხვევით უფრო დიდი ხო არა 5-ზე. ან ეს 6-იანი უფრო დიდი ხო არა 5-ზე. რა თქმა უნდა 6 მეტია 5-ზე, ამიტომ ავდგები და max-ში 5-ის მაგიროთ შევინახავ 6-იანს, ანუ numbers. და მაგას გავაკეთებ if-ის მეშვეობით, რომ თუ number-ი მეტია max-ზე, მაშინ max-ში შევინახავ number-ის მნიშვნელობას, ანუ 6-იანს. მერე max-ი რო 6 გახდება და 7-ზე გადავალთ, ხო? 7 მეტია 6-ზე, ამიტომ 7-იან შევინახავ max-ის სვლაჩში. გახდება 7-იანი. აქაც შემიძლია რაღაცა ფუნქცია შევქმნა const highest number, რომელიც მიიღებს მასივს პარამეტრად და ბოლოს დაარეთრანებს აი max. ეს ასე. გამოვიტანეთ 7-იანი. ნუ ეს რო დაგერესერჩებინეთ ეგრევე პირდაპირ ერთ-ერთ მეთოდს დამოგიგდებდათ და ასე ჩანაწერს დაგიწერდათ რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ math.max.array. ამას ფედერატორი ქვია, ხარ მინდა რომ გახსნათ, მაგრამ ესეც შეიძლება რომ დაწეროთ, თუმცა ჩემი რჩევა იქნება რომ ალგორითმებს და ამოცანებს რო ივარჯიშებთ, მე გირჩევთ რომ თქვენეული ვერსია ჩაწეროთ და არა უკვე რაღაც გამოყენებული და არსებული მეთოდი არ გამოიყენოთ რა. რომელიც ეგრევე გიგوارთ პრობლემას. შეიძლება რაღაც 30 ხაზიან ალგორითმში და ამონახში გამოიყენოთ ერთი პატარა მეთოდი. რომელიც პატარა პრობლემას უყურებს და არა მთლიანად, მაგრამ ეხლა ეს ჩანაწერი მთლიან პრობლემას უყურებს. ამიტომ ესე არ გამოიყენოთ ხოლმე და გიჩვენოთ დაწეროთ სუფთა ალგორითმი, ანუ ჩაშნებული მეთოდების გარეშე. Okay. გადავიდეთ ახლა მეოთხე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა მასივიდან ელემენტის ამოსაღებად. ნუ აქაც თუ არ ვიცით რა უნდა გამოვიყენოთ, შემიძლია რომ დამესერჩა და მივადგებოდი splice მეთოდს. ანუ splice არის მეთოდი, რომელიც მეხმარება რომ მასივიდან ამოვიღო გარკვეული ელემენტი და როგორ მუშაობს. Array-ზე ვადებ splice-ის მეთოდს
მეთოდი რატომ? იმიტომ რომ თან პროპერცია წერტილი ვწვდები და თან ფუნქცია, იმიტომ რომ ვიძახებ. და სიტყვაზე მე თუ მინდა რომ ამოვიღო მაგალითისთვის მეორე ელემენტი, კი არა, ანუ ორიანი, ხო? ორიანი დგას პირველ ინდექსზე. ანუ პირველი არგუმენტი არის ინდექსი, საიდან უნდა ავიწყო ამოჭრა. და შემდგომ რამდენი ელემენტი ამოვჭრა. თუ მინდა რომ ერთი ამოვჭრა, ერთს და გადავაწყვი. ანუ პირველ ინდექსზე ვიწყებ ამოჭრას და ვჭრი ერთ ელემენტს. და რომ დავაკავშირო array, გამოვა მასივი ორიანის გარეშე. თუ მინდა რომ ორი ელემენტი ამოვჭრა, ორიანს და სამიანს ამოვჭრით. აი ასე. მაგრამ ეხა ეს ფუნქცია, ეს პროგრამა შემიძლია რომ უფრო კიდევ დინამიური გავხადო. და როგორ? შემიძლია შევქმნე ფუნქცია remove element დავარქვა, რომელიც პარამეტრად მიიღებს arrays და elements. ან იმ elements, რომელიც მინდა რომ ამოშალო მასივიდან. და რო გამოვიძახებ ახლა მე უკვე ფუნქციას, გადავაწყვი აი ამ მასივს და სამ elements. ანუ ეს სამიანი მინდა რომ ამოშალო მასივიდან. ანუ მე აქ შემიძლია მარტივად დავწერო array წერტილი splice, დავთვალო ეს ელემენტი მე რამდენი ინდექსია, ეს არის 0 1 მეორე ინდექსზე, ჩავწერო ორიანი და ერთიანი. და დავარეიტრავნოთ სახეშეცვლილი array, ანუ აქ ახალი მასივი აბრუნდება, არსებული მუტაცია ხდება უბრალოდ. და ნუ მუშაობს სამიანი ამოვარდა. მაგრამ მე თუ მინდა ხუთიანის ამოგდება, პროგრამა რო გაუშვა, ისევ სამიანი იქნება ამოვარდა, იმიტომ რომ ამის ინდექსი რჩება. ანუ აქაც რაღაც დინამიურობა მჭირდება. ფუნქციის შიგთავს ვერ შეცვლი. არ შეიძლება, იმიტომ რომ ფუნქციონი იყოს ზოგადად და იმუშაოს ყველაფერზე. ანუ იმიტომ მე შემიძლია ჯერ ელემენტის ინდექსი გავარკვიო, როგორღაც. და შემდგომ ამოვჭრა ის მასივიდან. და ელემენტის ინდექსის გარკვევა შეიძლება index of მეთოდით. წინა ლექციას ვახსენე. შემიძლია arrays დავადო index of მეთოდი და გადავცე არგუმენტად ელემენტი. და ეს დააბრუნებს აი ამ ელემენტის ინდექსს. და შემდგომ უკვე ამ ინდექსს გამოვიყენებ splice-ში. ანუ თუ გადავაცი ხუთიანი, ეს დააბრუნებს 4-ს, იმიტომ რომ ხუთიანი მეოთხე ინდექსზე დგას. თუ გადავაცი ორიანი, ეს დააბრუნებს 1-ს, იმიტომ რომ პირველ ინდექსზე დგას და პირველ ინდექსიდან ამოიჭრება. ანუ ეხლა ორიანი ამოიჭრება, ორიანი აღარ გვაქვს. და ეხლა უკვე ამოიჭრება ხუთიანი. ხუთიანი აღარ გვაქვს. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ აი საერთოდ მეთოდი არ გამოვიყენო არც ერთი, რომ სიტყვაზე ქონდეს რაღაც ახალი მასივი, new array, რომელიც არის ცარიელი და აი ამ მასივს რო დავლუპავ, ყველა რიცხვს ჩავაგდე მასივიდან ახალ მასივში, რომელიც არ არის ხუთიანი. ხდებით? ანუ მე შემიძლია ეს მასივი დავლუპავ, let iudris nuls, ინაკლებია arrays length-ზე e++ და თუ arrays იური ელემენტი არ არის ელემენტის ტოლი, ანუ მაგალითად ერთიანი არაა ელემენტის ტოლი, ელემენტი 5 გვაქვს. 1 2 3 4 არც ერთი არაა 5-ის ტოლი, ამიტომ ავდგები და მაგ რიცხვს ჩავფუშავ მასივში, new array-ში. new array წერტილი push arrays იური ინდექსი. და ბოლოს დავარეიტრანებდი new arrays. აი ეს. და ნუ ესეც იგივე საკითხებს. ეხლა 3 რო მქონდეს, 3-ს ამოაგდებს. სიმბოლოში კი არ ამოაგდებს, ეს მასივი არ იცვლება საერთოდ. უბრალოდ ახალ მასივს ვქმნი და ისეთ ელემენტებს ვყრი ამ მასივში, რომელიც არ არის ამ მასივიდან ელემენტის ტოლი. ანუ 3-იანი შემთხვევაში 3-იანი არ უდრის ამას, ამას, ამას და ამას. მარტო 4 რიცხვი და მაგას ვყრი. მაგრამ 3-იანი 3-ს ხო უდრის და მაგას აღარ ვყრი. ნუ ესე შეიძლებოდა სუფთა ალგორითმად. ოკეი. და დღეისთვის ბოლო ამოცანა, დაწერეთ პროგრამა მრავალ მასივებს შორის საერთო ელემენტების მოსაზრნად. ოკეი. ანუ გვაქვს რაღაცა ფუნქცია, function common elements, სადაც არის array 1 და array 2. ანუ ორი მასივი გვაქვს ჯერჯერობით და ამათ შორის გვინდა რომ მოვძებნოთ საერთო ელემენტები. ანუ მე რო გამოვიძახებ აი ფუნქციას და გადავაწყვი არგუმენტად ორ მასივს 1 2 3 4 5 და 3 4 5 6 7. ამ ორ მასივს შორის საერთო ელემენტები არის 3 4 5, იმიტომ რომ ორი ვერგა მეორდება. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო ახლა ეს? ნუ რა თქმა უნდა ისე მომიწევს
ამ მასივების რიცხვებზე წვდომის მოპოვება. მაგრამ ორივეზე არა. ანუ არა საჭირო პირველის დავლუპო და მეორეს დავლუპო. შეგვიძლია მარტო პირველი დავლუპო და გავარკვიო ამ ეს რიცხვები მეორე მასივშიც გვაქვს თუ არა. ამჯერ ერთიანი მეორე მასივში არის თუ არა, ორიანი არის თუ არა მეორე მასივში, სამიანზე, ოთხიანზე, ხუთიანზე იგივე. და თუ რომელიმე რიცხვი მეორე მასივშიც მეორდება, ესე იგი საერთოა. იმიტომ რომ პირველი მასივიდან ამოვიღეთ ეგ რიცხვი, მეორეშიც დაგხვდა, ესე იგი საერთოა. Okay, ამიტომ ექნება ერთი for ციკლი. Let iudris nuls ინაკლებია array1-ის length-ზე i++ და თუ array1 ინდექსად i არის პირველი მასივის რიცხვები. ამჯერ 1, მერე 2, მერე 3, მერე 4, მერე 5. და თუ ეს რიცხვები არის მეორე მასივშიც და მაგაში დავიხმარეთ includes მეთოდს, როგორც წინა ლექციაზე ვახსენეთ. ანუ includes მეთოდი გვეხმარება გავიგოთ მასივში არის თუ არა გარკვეული რიცხვი ან ელემენტი. ანუ თუ ეს მეორე მასივი შეიცავს includes შეიცავს პირველი მასივის ელემენტს, ჯერ 1-ს, მერე 2-ს, მერე 3-ს, მერე 4-ს, მერე 5-ს, ანუ თითოეული იტერაციაზე ყველა რიცხვს ამოწმეთ მეორე მასივში შედის თუ არა. მაშინ ავდგებით და მაგ რიცხვს ჩავფუშავთ ახალ მასივში, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე საერთო გქონდეს. ანუ აქ გვექნება რაღაცა common მასივი და თუ რაღაცა რიცხვს საერთო ავდგებით ამ common მასივში ჩავფუშავთ, ანუ ჩავამატებთ. და საბოლოო ჯამში დავარეთანებთ common massives. აქ არის უკვე 3, 4 და 5 საერთო ელემენტები. აქედან რომ 5 ამოვიღო, საერთო აღარ იქნება. მარტო 3, 4 იქნება და იგივე აქედან რომ 3 ამოვიღო, 3 უკვე საერთო აღარ იქნება, იმიტომ რომ პირველ მასივში მარტო და მეორეში უკვე აღარ. 4 და 5-ია მარტო. Okay. და ნუ ეს ორ მასივზე მუშაობს, სიტყვაზე თუ მესამე მასივი მაქვს. მაგალითისთვის იყოს 5, 6, 7, 8. ეხლა ამ სამ მასივში მარტო 5-იანია საერთო. მაშინ ახალ პირობას ჩავსვადი, რომ თუ რიცხვი, ეს პირველი მასივი და რიცხვს ამოვყრიდი და თუ მეორე მასივი შეიცავს და ამავდროულად მესამე მასივი შეიცავს. ეგრე გავაკეთებდი. Includes array1-ის იური ელემენტი და აქ ექნება მესამე მასივი. და ნუ ესეც იმუშავებდა. და ნუ 5-იანი მაქვს მარტო. მაგრამ მე თუ კიდევ 10 მასივი დავამატებ, მოვიწევს აქ კიდევ 10 ელემენტი, 10 პირობის დამატება. და თან ფუნქციაში არ ვიცი რამდენი არგუმენტი შეიძლება მქონდეს. ამის გაკეთებას დღეს არ ვაპირებ მე, იმიტომ რომ ნუ ცოტა ახალი მასალაა. მინდა რომ თქვენ ჩაუждეთ. დღეს მინდა რომ უბრალოდ მასივებზე კარგად გაგვიარა რაღაც ასე თუ ისე მონახაზი პრაქტიკაში როგორ გამოვიყენოთ. თუმცა ჩემი რჩევა იქნება რომ ეგეც დამუშავოთ, ანუ აქ არ იცით რამდენი მასივია. ნებისმიერ რაოდენობის მასივებს შორის უნდა გაიგოთ საერთო ელემენტი. და მინიშნება იქნება რომ გამოიყენოთ spread ოპერატორი. ეს სამი წერტილით წერება იქ წინაზე რო ვახსენე, ეს გამოიყენეთ. და კიდევ გჭირდებათ nested loop-ები, ანუ ციკლი ციკლში. Okay. ნუ დღეისთვის ეს პატარა სემინარი გქონდა. მასივებზე გავიგეთ რა როგორ მუშაობს. შემდეგი კვირიდან უკვე გადავთ დომზე, ანუ ისევ საიტებს დავუბრუნდებით და აი ამ ჩვენი JavaScript-ის ზონას ჩავახსოვთ საიტებში და ვისწავლეთ როგორ უნდა გავხსოვოთ ჩვენი ვებგვერდები ინტერაქციული და როგორ მივაჭროთ რაღაცა ეს ფუნქციონალი. Okay, დღეისთვის ეს იყო, ახლა ჩანაწერს გავთიშავთ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.